დილამშვიდობისა, მე დილდამ ზრუნავ, რომ თქვენ ხალისიანი და კარგი განწყობა შეგიხვდეთ და ამიტომაც ვესტუმრეთ ჯგუფს რეზო და ბავშვებს. ახლა ჯგუფის სოლის გამარჯობა. დილამშვიდობისა. რეზო, მოდი გასაკვირი იყოს დილამშვიდობისა. რეზო, რამდენი ხანია რაც თქვენი ბენდი არსებობს? 2 წელია, თითქმის რაც ვარსებობთ. და საერთოდ როგორ გადაწყვიტეთ, რომ უნდა შექმნილიყავით, როგორ შეიკრიბეთ, როგორ იპოვეთ ერთმანეთს? ჩვენ უფრო გონია რომ ეგ უფრო შორს გადაწყდა. რა ვიცი, ესე გადავწყვიტეთ, რომ დაგვეკრა, გვემღერა, რაღაცეები რისი მღერაც გვინდოდა და რასაც დიდი სიამოვნებით ვიმღერებდით და გადავწყვიტეთ, რომ ყოფილიყავით ჯგუფი და ესეთი შემადგენლობით შევიკრიბეთ. მეგონი ძალიან კარგი ბავშვები არიან. ერთმანეთს ანუ იცნობდით, მეგობრობდით? გავიცანი ლევან ხოტივარი, ჩემი ძმაკაცი. და აღმოჩნდა რომ უკრავდა ბიჭებთან ერთად და ამ ჯგუფს ერქვა დროს და ერთი სადაც ეს ბიჭები უკრავდნენ და მოვედი აი ამ სარეპეტიციოში და უთხარი რომ მე მქონდა ჩემი რაღაც სიმღერები და ბიჭებო ხო არ გვემღერა ერთად ხო და ანუ გამზადებული პროექტის სახით მოვუტანე რეზო და ბავშვების სიმღერები. მე აღმოჩნდა რომ მოეწონათ ბიჭებს და აი 2 წელია უკვე 2 წელია. სად მემღერით? იმის გარდა რომ თქვენთვის აი რა გამღერით აბსოლუტურად. სადაც გვეტყვიან რომ ხო არ იმღერებდით, თუ გცალია ვიმღერებთ ხო. ყველგან. აი მაშინ ახლა ჩვენთვისაც იმღერეთ. მამას ვაკეთებ. მოდი მაშინ მოვუსმინოთ რეზოს და ბავშვებს. კარგი, სიყვარულის ამინდი. რომელი საათია? დილა, ხო რაც? მოდი სიყვარულის ამინდი ვიმღეროთ. კონცერტის შესაძლებლობა დავიწყოთ.
ძალიან მაგრები ხართ. ეხლა მე მაქვს კიდე ერთი ორი კითხვა თქვენთან. მოდი. ზოგადად სხვას ვკითხავთ, მოდი. მოდი შენ. გაგვეცანი? მე ვარ ლელო. ლელო ხოტი ვარი. გასაგები. ეხლა რა მაინტერესებს? თქვენთვის აი ეს ბენდი არის შემოსავლის წყარო რაიმე? შემოსავლის წყარო არის, კი. ბევრჯერ დაგვიკრავს ისეთ კონცერტებზე, სადაც ჰონორარიც გადაუხდიათ, მაგრამ ჩვენთვის რა თქმა უნდა ეს თავარი არ არის, ჩვენთვის თავარია ის, რასაც ვაკეთებთ მოგწონს. და არ ფიქრობთ იმას, რომ გახვიდეთ ეს ფართო მასებზე, ასე ვთქვათ და. კი, როგორ არ გვიფიქრია და არიან ადამიანები ქალაქ თბილისშიც და თბილის გარეთ, ვინც იციან ჯგუფი რეზო და ბავშვების შესახებ და ბევრ სიმღერასაც იცნობენ, სხვათა შორის ჩვენ და გასაკვირად. მოდი, მაშინ ყველაზე ცნობილი სიმღერა დაგვიკარით ახლა კიდე ერთხელ. ყველაზე ცნობილი სიმღერა გვაქვს ერთი ადამიანი რა ეგრე ქვია სიმღერას რომელიც ბევრ ადამიანს მოწონს ადამიანებს ძალიან კარგი მაშინ ახლა ჩვენი დილის მაყურებლისთვის სიმღერა ადამიანი მე არ შეგეშვა აი წავით ადამიანი ლეო გადაწყვეტა ეს სიმღერა ძალიან შემიყვარდა თქვენი სიმღერები და გითხარით. შემდეგ ჩართვაში დაგიბრუნდებით, დროებით.